ყავს მეგობარი, რომელიც არას ვერ ამბობს. ბარბარე, დავალებას გადამაწერინე? კი. ბარბარე, ჩემთან ერთად ტატუს გაიკეთებ და თმას მწვანე შეიღებავ? კი. ბარბარე, შეიძლება შენი სახლი დავალომბარდო? კი. და რატომ ამბობ ყველაფერზე კი ის მაშინ როცა რეალურად არას თქმა გვინდა. იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ არ გვინდა ჩვენს გარშემო მყოფებს ვაწყენინოთ. ამას ინგლისურად თავისი სახელიც აქვს. People pleasing. აი სამი ნიშანი რომ people pleaser-ი ხარ. პირველი, გეშინია არას თქმა. გიჭეს ადამიანისთვის უარის თქმა, მაშინაც კი როცა უკვე ისედაც ძალიან დატვირთული ხარ, ან უბრალოდ არ გინდა დახმარება. მეორე, სულ ბოდიში სიხდი. რას მეჯახები? მესამე, სხვებს საკუთარ თავზე წინაყენებ. ყოველთვის სხვების მოთხოვნილებები და განწყობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე შენი და შენს თავზე ნაკლებად ფიქრობ. ხალხისთვის თავის მოწონების სურვილი, ანუ people pleasing ძირითადად შიშზეა დაფუძნებული. შიშზე რომ უარყოფილი იქნები ან ვინმეს არ მოეწონები. ამის დაძლევა რთულია, მაგრამ შესაძლებელია თუ გააცნობიერებ რომ სხვისი აზრი შენს ღირებულებას არ განსაზღვრავს. დაიწყე არას თქმით პატარა რაღაცებზე. ბარბარე, კალამს მათხოვებ? აუ ვერავინ ვიყენებ ახლა და მჭირდება. კი რთულია, მაგრამ ყოველი არა გეხმარება საზღვრების დადგენაში. დაიმახსოვრე რომ შენი გრძნობები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სხვისი. ნამდვილი მეგობრები კი პატივს სცემენ შენს საზღვრებს და შენ ხარ people pleaser-ი. აგვიწერე კომენტარებში.